Arte France, Rosebud Productions და Lemon Street წარმოგიდგენთ დიადი მითები. დოკუმენტური სერიალის ავტორი ფრანსუა ბუნელი. ჰადესი, მეფე საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ. რეჟისორი სილვენ ბერჟერი. საშინელი მდინარე, რომელსაც სიკვდილის სურნელი ასდის. მისი შავი წყლები კი უსკროლისკენ მიედინება. მას მზის სხივები არასდროს ხვდება. სტიქსი, ასე ჰქვია ამ დაწყევლილ მდინარეს. ის კვეთს გამდნარი ქანებისა და ლითონის მაგმებს და ნელ-ნელა ქვესკნელის ცენტრში გროვდება. მის ნაპირებზე აჩრდილები დაეხეტებიან. ისინი, ვინც სულ რამდენიმე წუთის წინ ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ. უცებ ამ მიყრუებულ ადგილას დანჯღრეული ნავი ჩნდება. იქ მყოფი ფიგურა აჩრდილებს აკვირდება. მენავე მოხუცი კაცია, უშნო, წვერიანი, ნაჭრებში გახვეული. მისი სახელია ქარონი. ქარონს ევალება მდინარე სტიქსით აჩრდილების გადაყვანა მიცვალებულთა ქვეყანაში. თითოეულმა აჩრდილმა ერთი პირობა უნდა შეასრულოს. ქარონს ნავით გადაყვანის საფასური გადაუხადოს. მიცვალებულთა მეგობრები, რომლებმაც იცოდნენ ეს მოთხოვნა, თავიანთ გარდაცვლილებს ენის ქვეშ მონეტით მარხავდნენ. ეს უნდა ყოფილიყო მრისხანე ქარონის საზღაური, ვისაც გადახვდა არ შეუძლია, ნაპირზე მარადიული ლოდინისთვისაა განწირული. ქარონი უხმობს ჯგუფს. ამოწმებს ყველა ადგილზეა თუ არა. შემდეგ აჩრდილებს ნავში სვამს და ნიჩბევის მოსმას უბრძანებს. საჭეს თავად იღებს ხელში. ნავი ნელა მიაპოვს ჭაობიან წყლებს. სიბნელეში ისმის სევდიანი ხმები. კვნესისა და ტირილის ხმა. შორს ავბედითი ვაკეები მოჩანს, სადაც მიცვალებულთა ბრბოში გმირთასულები უმიზნოდ დაეხეტებიან. მათი ერთადერთი სიამოვნება ცოცხლებისგან მიღებული სისხლის სამსხვერპლოებია, როდესაც სვამენ, თითქმის ადამიანებად გრძნობენ თავს. ნავი ნავსადგომთან ჩერდება. ქარონი მგზავრებს ბედის ანაბარატოვებს და მიდის. უცებ აჩრდილების წინ ერთი არსება ჩნდება. ძაღლი. უზარმაზარი სამთავიანი ძაღლი. მისი თვალები ანთებული ნაკვერჩხლის მსგავსად ელვარებს. ბეწვი ჯაგრისებრ შუშებს მიუგავს. ცერბერს საზარელ ძაღლს ქვესკნელის კარიბჭის დაცვა ევალება. მისი შემზარავი ყეფა მიცვალებულებს შიშს გვრის. ცერბერი ვერაგი ძაღლია, რომელიც მას უახლოვდება, კუდის ქიცინითა და ყურების მოძრაობით თავისკენ იტყუებს. როგორც კი აჩრდილი მისი ბატონის სასახლის ღრუბლს გადააბიჯებს, უკან აღარ უშვებს. ის შთანთქავს ყველას, ვინც გაქცევას ცდილობს. ამ სამყაროში, საიდანაც ვერავინ გაიქცევა, მეფობს მკვდრების mbრძანებელი. ჰადესი. ჰადესი, რეასა და კრონოსის ვაჟი. ზევსის ძმა. ჰადესი, ღმერთი, რომლის სახელიც არ წარმოითქმის. ჰადესის მიმართ შიში იმდენად ძლიერია, რომ მისი სახელის წარმოთქმის ნაცვლად სხვადასხვა მეტსახელით მოიხსენიებენ. მრავალთა მიმღები, დიდებული, კეთილი რჩევის მიმცემი და ქვესკნელის ზევსიც კი.
მკვდრების ეს სამეფო ჰადესს ერთი წამითაც არ სურდა. ის მაშინ გადაეცა, როდესაც ზევსმა ძალაუფლება აიღო და გადაწყვიტა სამყარო თავის ძმებთან გაეზიარებინა. ზევსმა, რომელიც პატივს მიაგებდა მათ, ვისაც ეკუთვნოდა, თავისთვის დაიტოვა ადამიანთა სამყარო და ზეციური საუფლო. პოსეიდონს ზღვის სამყარო უბოძა, ჰადესს კი ქვესკნელი. ეს სამეფო თავად ღმერთებსაც ძრწოლას გვრის. როგორც ყველა ღირსეულ მეფეს, ჰადესსაც ხელში კვერთხი უყრია, რომლითაც მიცვალებულთა სულებს მკაცრად მართავს. აქ, მიწისქვეშა სამყაროს წიაღში, გარშემორტყმული წარბშეკრული ღვთაებებით, მსახურებით, მაცნეებით, ჰადესი აჩრდილებს თავის კანონებს უწესებს, მარტივსა და უცვლელს. როგორც კი აჩრდილები განისჯებიან, სამი ბილიკიდან ერთ-ერთს დაადგებიან, რომელიც მიწისქვეშა სამყაროში მიიკლაკნება. პირველი ბილიკი ასფოდელის მდელოებისკენ მიემართება, სადაც არასრულყოფილი სულების უმრავლესობა ბინადრობს. არც კარგი და არც ცუდი სულების, ცოცხლების ფერმკრთალი ანარეკლი. მეორე ბილიკი ტარტაროსისკენ, მიწისქვეშა უფსკრულის ყველაზე ღრმა ნაწილისკენ მიდის. აქ ხვდებიან ყველაზე დიდი დამნაშავეები, ტიტანები და გიგანტები. ყველა ის მოკვდავი თუ ღმერთი, ვინც ზევსის წინააღმდეგ წასვლა გაბედა. უმცირესობა ირჩევს მესამე გზას, რომელიც ელისეს მინდვრებისკენ მიდის. ეს ერთგვარი სამოთხეა, სადაც მარადიული გაზაფხულია, აღარც ტკივილი, აღარც სიბერე. საამონიავი მხოლოდ ყვავილების სურნელს ავრცელებს, არომატული ცოცხალი ღობეები ჩრდილავს იღბლიან მიცვალებულებს. აქ მყოფ გარდაცვლილებს კვლავ სიცოცხლეს წყურიათ. ჰადესი მდიდარი ღმერთია. იგი გარშემორტყმულია ძვირფასი ქვებითა და იშვიათი ლითონებით, ოქროთი, ბრილიანტით, ლალით. მაგრამ დედამიწის ზედაპირზე არაფერს ფლობს. მოკვდავები იქ არც მისი სახელობის ტაძრებს აშენებენ, არც სამსხვერპლოებს უძღვნიან. მისი თაყვანის მცემლები მხოლოდ ღამე იკრიბებიან. ისინი სიხარულის გარეშე, ბოროტი ცერემონიებით შავ წყვილ ცხოველებს სწირავენ, ისე რომ მსხვერპლს თავი მიწისკენ ჰქონდეს დახრილი. ჰადესი მარტოა. ვერავინ აიტანდა ამ სამყაროში ცხოვრებას, გარშემორტყმულს ალბედითის სიბნელით. სიჩუმეს მხოლოდ გაურკვეველი ბუტბუტი არყვევს. ამას საკუთარინებით ვერავინ აიტანდა. ჰადესმა არ იცის რა ხდება ზედა სამყაროში ან ოლიმპოს მთაზე. ის იქ თითქმის არასდროს მიდის. მიწის ზედა სამყაროდან მიღებული ერთადერთი სიახლე არის ფიცი და წყევლა, რომლებსაც მოკვდავნი წარმოთქვამენ, როდესაც მიწაზე ხელებს ურტყამენ. ამგვარად ჰადესი სრულ მარტოობაში მეფობს, თუმცა ზოგჯერ გრძნობს, რომ საჭიროა დატოვოს ჯოჯოხეთურის სასახლე, რათა საქმეებს მიხედოს, ან სუფთა ჰაერი ჩაის უნთქოს. ერთ მშვენიერ დღეს, საკუთარი სამეფოს სიღრმეებიდან ამოსული ჰადესი ეტლს სიცილიის ვაკეზე, ეტნას სიახლოვეს მიაქროლებდა. ის გულგრილი იყო მზის სხივების, უღრუბლოციის, ულამაზესი პეიზაჟის მიმართ. ჯირითობდა, კვეთდა საბერძნეთის ვაკეებს, ტყეებსა და ხეობებს. უცებ მისი ყურადღება ერთმა სილუეტმა მიიპყრო და ცხენები გააჩერა. რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით განსაკუთრებული სილამაზის გოგონა ყვავილებს კრებდა. მას პერსეფონე ერქვა. ეს სახელი განადგურების მომტანს ნიშნავს. გოგონა ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო. ის ზევსისა და მიწათმოქმედებისა და მოსავლის ქალღმერთის, დემეტრას ქალიშვილი გახლდათ. ოლიმპოს მთაზე, სადაც ზოგჯერ სტუმრობის უფლებასაც აძლევენ, მას კორეს ეძახიან, რაც ახალგაზრდა ქალს,
ქალწულს ნიშნავს. ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება. ჰადესს გული აუჩქარდა. მას შეეძლო გოგონა თავის სამეფოში გაეტაცა, მაგრამ ეს სწორი არ იქნებოდა. ის ხომ მისი ძმის ქალიშვილი იყო. ჰადესი სიბნელის პრინცია, მაგრამ ოჯახი ოჯახია და მის კანონებს პატივს სცემს. ის ოლიმპოსკენ ზევსის სანახავად მიეშურება. თავის დიად ძმას პერსეფონეს ხელს სთხოვს. ეს ღმერთების მეფისთვის უაღრესად უხერხული თხოვნაა. თუ უარს იტყვის, თავის ძმას შეურაცხყოფს. თუ დათანხმდება, დემეტრა არასდროს აპატიებს. ზევსი ფიქრობს. დაბნეულია. ვერავის ემხრობა. ამიტომ თავს არიდებს კითხვას. ვერც თანხმობას გაძლევ და ვერც უარს გეუბნები, პასუხობს იგი ძმას. ამ ორაზროვანი პასუხის შემდეგ ჰადესი თვლის, რომ ყოველგვარი შეზღუდვისგან თავისუფალია. იგი კვლავ თავის ეტლზე ჯდება. შემდეგ კი სიცილიისა და ეტნას დაბლობისკენ მიეშურება. პერსეფონე იქ იმყოფება. ისევ ნიმფებთან ერთად. ჰადესი უჩინ-მაჩინის ქუდს იხურავს და ქრება. რამდენიმე წამის შემდეგ, როდესაც გოგონა ყვავილის მოსაკრეფად დაიხრება, მის ფეხქვეშ მოულოდნელად მიწა გაიხსნება. ღია ნაპრალიდან შავი ცხენებით შებმული აჩრდილთა მეფის ეტლი ამოდის. ჰადესს ერთი ხელით სადავეები უფხრია, მეორე ხელით პერსეფონეს იჭერს. ის მკვდრებისა და ღამის საუფლოში მიხავს. როდესაც ქალიშვილი არ ბრუნდება, შეშფოთებული ქალღმერთი დემეტრა მის საძებნელად მიდის. გოგონას ამბავს ყველა შემხედრს ეკითხება, მაგრამ სიმართლის თქმას ვერავინ უბედავს. ვერც ადამიანები, ვერც ღმერთები, ნიმფები თუ ფრინველები. საბოლოოდ მოხუცი ქალი უახლოვდება. ეს ქალღმერთი ჰეკათეა. ჰეკათე ორმაგი ძალის მქონეა. როგორც ნაყოფიერების, ასევე მთვარის ქალღმერთი. როდესაც სავსე მთვარე ღამის სასანათებს, ხოლო ადამიანები და ცხოველები ჭკუიდან გადაჰყავს, ამბობენ, რომ ამ დროს ჰეკათე ქვესკნელისკენ მიმავალ გზას გვიჩვენებს. ეს ქალღმერთი სიკეთისა და ბოროტების, ნაყოფიერებისა და გვალვის მიჯნაზე დგას. ერთ დღეს იგი კაცობრიობის დამხმარეა, მეორე დღეს კი გარდაუვალის სიკვდილის მაცნე. ჰეკათე ერთადერთი ღვთაებაა, რომელიც საკუთარი ნებით ქვესკნელში ჰადესის სანახავად ჩადის. ჰეკათე დემეტრასთან მიემართება. მეორე დილით მას ესმის პერსეფონეს ხმა, რომელიც დახმარებას ითხოვს. როდესაც იქ ჩადის, არავინ ხვდება. დემეტრა შეუჩერებლად 9 დღე-ღამის განმავლობაში აგრძელებს ძიებას. ის ნადირობს ტყეებში, ათვალიერებს ტბებსა და მთებს, ბორცვებსა და ხეობებს. მაგრამ ყველაფერი ამაოა. როდესაც ყველა იმედი დაკარგული ჩანს, ჰეკათეს დემეტრა ჰელიოსთან, მზის ღმერთთან მიხავს, რომელიც ყველაფერს ხედავს. ჰელიოსი გადაწყვეტს დამნაშავე დაასახელოს. ეს ჰადესია, ქვესკნელის mbრძანებელი. დემეტრა ქალიშვილის დაბრუნებას ითხოვს. ჰადესი უარს ამბობს. ამ შემთხვევაში უცხადებს დემეტრა ღმერთების კრებულს, მე ოლიმპოს ვტოვებ და აღარასოდეს დავბრუნდები. დედამიწა კი
უნაყოფოდ დარჩება, სანამ ქალიშვილს არ დამიბრუნებენ. ეს ცარიელი მუქარა არ არის. დემეტრას შეუძლია თავის სიტყვებს ხორცი შეასხას. იგი ხომ ხორბლისა და ნაყოფიერების ქალღმერთია. მეორე დღეს მოსავალი აღარ მოდის. ხილი უპება და შიმშილი დედამიწას განადგურებას უქადის. კაცობრიობას კი გადაშენება ემუქრება. ზევსს ყოველი მხრიდან ევედრებიან, მაგრამ მან არ იცის რა მოიმოქმედოს. იგი დემეტრას თავის მაცნეს ქალღმერთ ირისს უგზავნის და კეთილგონიერებისკენ მომობს. დემეტრას არაფრის გაგონება სურს. საჩუქრებით დატვირთული ოლიმპოს ღმერთები და ქალღმერთები მასთან მიდიან, მაგრამ უშედეგოდ. ზევსს არჩევანი აღარ რჩება და ჰადესთან თავის შვილს ჰერმესს აგზავნის. შემდეგი შეტყობინებით. თუ პერსეფონეს არ დააბრუნებ, ჩვენი საქმე ცუდად იქნება. კაცობრიობა დაიღუპება, არავინ დარჩება, ვინც პატივს მოგვაგებს და ჩვენდამი რწმენას შეინარჩუნებს. ჰადესი ფიქრობს და თანხმდება. ის მზადაა პერსეფონე დედას დაუბრუნოს. ოღონდ ერთი პირობით, ღმერთების კანონები დაცული უნდა იყოს. განათავად არ საპატივი ზევსის სიტყვას, როდესაც მან თხოვნით მიმართა. აქ ქვესკნელში არსებობს კანონი, რომელიც ყველა მიცის და რომლის დარღვევაც არავის შეუძლია. ვინც მიცვალებულთა საკვებს შეჭამს, მარადიულად მიწის ქვეშ დარჩება. ჰერმესი პერსეფონეს ეკითხება, ხომ არ გაუსინჯავს მას რამე საკვები? პერსეფონე თავგამოდებით ირწმუნება, რომ გატაცების შემდეგ იმდენად უბედურად გრძნობდა თავს, რომ არაფერი უჭამია. ჰადესი უხალისოდ თანხმდება, რომ პერსეფონე დედასთან დაბრუნდეს. ჰერმესი გოგონას ეხმარება, რომ ეტლში ავიდეს. ამ დროს გაიგონებს ხმას. ეს ასკალაფოსია, სიბნელის მბრძანებლის ერთ-ერთი მებაღე. იტყუება, აცხადებს იგი და აკონკრეტებს, რომ ნახა, როგორ მოკრიფა პერსეფონემ ბროწეული და 7 მარცვალი შეჭამა. ასკალაფოსი მზადაა ეს დაამოწმოს, თუმცა მოგვიანებით ამ სიტყვებს ინანებს, როდესაც დემეტრა მას ბუდგა დააქცევს. ეს დამოწმება ყველაფერს ცulis. თუ პერსეფონემ გასინჯა ქვესკნელის საკვები, იქვე უნდა დარჩეს. ეს კანონია და თავად ზევსმაც პატივი უნდა სცეს მას. როდესაც დემეტრა ამ ამბავს შეიტყობს, უფრო მეტად მწუხრდება და აღარავის ენახება. იგი უარს ამბობს დაბრუნდეს ოლიმპოს მთაზე და კაცობრიობის შიმშილით ამოწყვეტას განაგრძობს. გაღიზიანებულ ზევსს ძილი არ ეკარება და მოусვენრად ბოლთას სცემს. ამ ხნის განმავლობაში შიმშილობა გრძელდება. ადამიანთა სამყაროში ქაოსია. ზევსი პრობლემაზე უამბობს რეას, თავის დედას. რეა ასევე ჰადესისა და დემეტრას დედაცაა. სწორედ რეა უზრუნველყოფს მოლაპარაკებას თავის სამ შვილს, ზევსს, დემეტრასა და ჰადესს შორის. მიმდინარეობს დისკუსია, კამათი, იღვრება ცრემლები და შეთანხმებაც მიღწეულია. რადგან პერსეფონემ გასინჯა მიცვალებულთა საკვები, იგი ზამთარს მიწისქვეშა სამყაროში გაატარებს, ხოლო წლის დანარჩენ დროს დემეტრასთან სუფთა ჰაერზე იქნება. სწორედ ამიტომ დედაშვილის განშორების თვეებში დედამიწა იყინება, აღარაფერი იზრდება და ყვავის. ქალიშვილთან განშორებული დემეტრა უარს ამბობს კაცობრიობის გამოკვებაზე. ბუნება პერსეფონეს დაბრუნებას ელოდება. ასე იქცა პერსეფონე, ნაზი გოგონა, რომელსაც სიცილიური მზის ქვეშ ყვავილების კრეფა უყვარდა, მიწისქვეშა სამყაროს დედოფლად. ყველა მოლოდინის საწინააღმდეგოდ ჰადესისა და პერსეფონეს მიერ შექმნილი წყვილი ბედნიერია. პერსეფონე დედოფლისა და ცოლის როლს სერიოზულად ეგიდება.
მისი ყოფიერება სიცოცხლისა და სიკვდილის ახალ სურათს ქმნის, რადგან ახალგაზრდა ქალი დროს ქვედა და ზედა სამყაროებს შორის ანაწილებს. ეს ქორწინება მიწისქვეშა სამყაროს მბრძანებლის რეპუტაციას არ ამაღლებს. ვინ არის სინამდვილეში ჰადესი? არასწორი იქნებოდა მისი მხოლოდ სიკვდილის ღმერთად მოხსენიება. იგი მთლად სიკვდილიც არ არის. სიკვდილი კიდევ ერთი ღმერთია, თანატოსი. გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ ჰადესი არც სატანური და არც ბოროტმოქმედი ღმერთია. იგი არ აწამებს თავის ქვეშ ევრდომებს. ეს შურისძიების ქალღმერთების, ერინიების საქმეა. ისინი საკუთარ კანონს ემორჩილებიან. შეხედეთ, გველებით გარშემორტყმული, შოლტებით შეიარაღებული ერინიები შეუბრალებლად სდევნიან თავიანთ მსხვერპლს. შეიძლება ჭკუიდანაც შეშალონ. ჰადესს ამასთან საერთო არაფერი აქვს. იგი მიწისქვეშა სამყაროს მართავს. ჰადესი განაგებს სამეფოს, რომელიც არასდროს სურდა. ეს მისი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა. იგი გარშემოხვეულია საზარელი არსებებით, რომლებსაც განსაზღვრული ფუნქციები აქვთ. მოვალეობის გრძნობის გამო იგი თავს სასტიკ ღმერთად წარმოაჩენს. სინამდვილეში კი ბრძენი და ზოგჯერ უმობიერიც კი არის. თუ სწორად მიუდგებიან, ამ თვისებას გამოავლენს. ამის დასტურია ეს კაცი, რომელმაც მის კარზე ახლახან დააკაკუნა სტუმარი, რომელიც საკუთარი ნებით მივიდა, სანამ თავად სიკვდილი ესტუმრებოდა. მისი სახელია ორფეოსი. მეომარი, მაგრამ ასევე ცნობილი პოეტი და მუსიკოსი. იარაღის ძალადობის გარეშე თავისი ქნარისა და ხმის წყალობით ორფეოსმა ქვესკნელში შეღწევა შეძლო. ორფეოსი თავგადასავლებითა და გმირობებით სავსე ცხოვრების შემდეგ შეხვდა ევრიდიკეს, მომხიბვლელ ნიმფას. ორფეოს ნიმფა მაშინვე შეუყვარდა და უსაზღვროვნებამ შეიპყრო. მალევე დაქორწინდა მასზე. მათი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. ევრიდიკე გარდაიცვალა. ტკივილით შეშლილმა ორფეოსმა, რომელსაც არ შეეძლო საყვარელი ადამიანის დაკარგვასთან შეგუება, ისეთი რამ გაბედა, რაც არც ერთ მოკვდავს არ გაუკეთებია. ის ქვესკნელში ჩავიდა და თავისი სიყვარულის დაბრუნება ჯოჯოხეთურ წყვილს სთხოვა. ჰადესმა ხმა ვერ ამოიღო ისევე, როგორც პერსეფონემ. ისინი მზად იყვნენ ორფეოსი დაესაჯათ ასეთი თავხედობის გამო, მაგრამ მუსიკოსმა ისინი ვედრების ჟესტით გააჩერა. მან ჰადესის სუსტ წერტილს მიაგნო. პერსეფონეს მიმართ განცდილი გრძნობა გაახსენა. მოაგონა ის სასოწარკვეთა და სევდა, რომელსაც ქვესკნელის დედოფლისგან შორს მყოფი განიცდიდა. ამ ზეციური ხმით, პოეტური სიტყვებით მორბილებული ჰადესი და პერსეფონე შეისმენენ ორფეოსის ვედრებას, იმ პირობით, რომ პატივისცემით უნდა მოეკიდოს ქვესკნელის კანონებს. ორფეოს შეუძლია წასვლა, ევრიდიკე მას მიყვება. ზემოთ ასვლამდე არ უნდა შემოტრიალდეს. თუ კანონს არ დაემორჩილება, ევრიდიკე მისთვის სამუდამოდ დაიკარგება. ჰადესი და პერსეფონე მეც ვერაფერს გააკეთებენ. ევრიდიკეს ბედი ახლა მხოლოდ ორფეოსის ხელშია. ეს გადაწყვეტილება კარგად წარმოაჩენს ქვესკნელის მბრძანებლის პიროვნების მრავალმხრივ ასპექტს. ის მუსიკის მოყვარულია, შეყვარებულთა გოდების მიმართ მგრძნობიარე და შეუძლია სილამაზით აღფრთოვანება. მიუხედავად ყველაფრისა, მოკვდავთა თვალში ჰადესი ყოველთვის დარჩება საშიშ და დაუძლებელ ღმერთად, ქვესკნელის მბრძანებლად. სინამდვილეში ის ერთდროულად სიცოცხლეცაა და სიკვდილიც.
ცარიელი ფურცლის ორი სახე. ხანდახან საღამოობით ჰადესი შესაძლოა სევდით ეუბნება საკუთარ თავს, რომ მოკვდავები ცდებიან, როცა მისი ეშინიათ, რადგან ნამდვილი სიკვდილი არ არის ქვესკნელი, რაც ბერძნებმა კარგად იცოდნენ, თუმცა უკვე აღარ ახსოვთ.